ირანი მსოფლიოს საზოგადოებასთან ბირთვული საწვავის გაცვლის წინადადების განსახილველად მზად არის. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოთაკიმ განაცხადა. ირანისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები სექტემბრის დასაწყისში მუსლიმების წმინდა დღესასწაულის რამადანისთვის შემდეგ დაიწყება. სტამბულში ირანის, თურქეთისა და ბრაზილიის ლიდერების სამხრივი შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ირანის ბირთვული იარაღის აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაცვლის შესახებ გადაწყვეტილების დეტალები განიხილებოდა. შეხვედრის დასასრულს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაკიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის მსოფლიოს საზოგადოებასთან ბირთვული საწვავის წარმოების საკითხი განიხილოს. ირანის ბირთვული პროგრამის წარმომადგენლის საიდი ჯილალის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის შესაძლო შეხვედრა უკვე დღის წესრიგშია. თუ კრიზისიდან გამოსვლა გვინდა, მაშინ ყველა მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები თანახმა არიან, რომ შეხვდნენ ბარონესა კეტრინ ეშტონს, როგორც P5 + 1-ის წარმომადგენელს. ამ შეხვედრის ჩატარება სექტემბერში იგეგმება. შეხვედრის შედეგებით გაირკვა, რომ ირანისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები სექტემბრის დასაწყისში მუსლიმანების სიწმინდის რამადინის თვის შემდეგ დაიწყება. მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით ირანი მაგატეში წერილს გაგზავნის. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოსალოდნელი შეხვედრის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღება. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი ირანის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. სამ ქვეყანას შორის დეკლარაციას 2010 წლის 17 მაისს მოეწერა ხელი. დეკლარაციის თანახმად თეირანი ანკარაში 1200 კილოგრამ მცირედ გამდიდრებულ ურანს გაგზავნის, მის სანაცვლოდ კი 120 კილოგრამ ბირთვულ საწვავს მიიღებს. თუმცა სამი ქვეყნის შეთანხმების მიუხედავად გაირო, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები მაინც დააწესა. ირანის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით აწარმოებს. ირანის მიმართ დაწესებული სანქციების თანახმად ირანს მძიმე შეიარაღების, ვენტფრენებისა და რაკეტების ყიდვა ეკრძალება. რეზოლუცია ევროპაში ირანის იმ ბანკების წინააღმდეგ ზომების მიღებასაც ითვალისწინებს, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან კავშირში არიან. ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასაც აპირებს. შეზღუდვები ირანის რესპუბლიკის ნავთობის და გაზის სფეროში ინვესტიციების შეტანის აკრძალვასაც ითვალისწინებს. ფილიპინების ახალი მმართველი ექს-პრეზიდენტის გლორია აროიო შეცდომებზე საუბრობს. ბენინიო აკინომ თავისი წინამორბედის ადმინისტრაციას კორუმპირებული უწოდა. მისი სიტყვებით აროიოს დროს ქვეყანაში ბიუჯეტის მკვეთრი დეფიციტი შეიქმნა, რადგან კორუმპირებული პოლიტიკოსები ფულს უსარგებლო პროექტებზე ხარჯავდნენ. აკინომ პირობა დადო, რომ წინა ადმინისტრაციის შეცდომებს არ გაიმეორებს. ახალი პრეზიდენტის თქმით, ის ტაიფუნის გამო დაზარალებულ მოსახლეობას საჭირო დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის. ამ განცხადებების შემდეგ 6000-მა დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეში მსვლელობა დაიწყო. ისინი აკინოს დაპირებების დაუყოვნებლივ შესრულებას, სამუშაო ადგილებს, გლეხებისთვის მიწის ნაკვეთებს და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვდნენ. სექტემბერში საბერძნეთის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მეორე კრედიტის სახით $9 მილიარდ მიიღებს. მანამდე კი ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ანტიკრიზისული პროგრამის კვლევას ატარებენ. 110 მილიარდიანი სესხის პირველი ტრანში საბერძნეთმა მიმდინარე წლის მაისში მოიპოვა. ამის სანაცვლოდ კი გადასახადების შემცირება და სოციალური გარანტიების სისტემაში რეფორმების გატარების პირობა დადო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტების პირველი ნახევრის განმავლობაში საპენსიო და შრომის რეფორმებზე გაამახვილებენ ყურადღებას. სავალუტო ფონდის მისია საბერძნეთში 6 აგვისტომდე იმუშავებს. მოსკოვი კვამლით არის დაფარული. რუსეთის დედაქალაქის ყველა რაიონში ბორისა და დამწვრის სუნი იგრძნობა. ტორფის ჭაობებზე სიცხისგან გაჩენილი ხანძრის კვამლმა ცენტრს მიაღწია. დედაქალაქთან ახლოს 71 ჰექტრის ტერიტორიაზე 63 ხანძარი დარეგისტრირდა. მათ შორის 38 ტორფის ჭაობებში, 25 კი ტყეებში გაჩნდა. კვამლის სუნი მოსკოვის მეტროებშიც იგრძნობა. სპეციალისტების აზრით, ხანძრით გამოწვეული უსიამოვნო ეკოლოგიური გარემო მოსკოვში 29 ივლისამდე იქნება. ეკოლოგებმა მოსახლეობას მოუწოდეს თავი არიდონ კვამლიან ჰაერზე დიდხანს ყოფნას ამ ქუჩებში ნიღბებით იარო. პლასტიკა ასე ქვია გემს, რომელიც 12500 პლასტიკური ბოთლისაგან ააწყვეს. მან უკვე იმოგზაურა წყნარ ოკეანეში და 15000 კილომეტრის გასავლელად 128 დღე დასჭირდა. იდეის ავტორი ბრიტანული ბანკირების იმპერიის მემკვიდრე დევიდ დე როჩილდია. როგორ მუშაობს მისი ქმნილება და როგორია პლასტიკას პირველი მგზავრების განცდები, ვნახოთ სიუჟეტში. 12500 პლასტიკური ბოთლისგან დამზადებულმა გემმა წყნარი ოკეანე შემოიარა. გემს სახელწოდებით პლასტიკა სან-ფრანცისკოდან სიდნეის პორტამდე მისასვლელად 128 დღე დასჭირდა.
პლასტიკური ბოთლების გემის კონსტრუქცია ბრიტანული ბანკირების იმპერიის მემკვიდრეს დავით დე როტშილდის ინიციატივით დაიწყო, რომელიც გარემოს დაცვის ცნობილი აქტივისტია. გემა სულ 15,000 კილომეტრი გაიარა, მის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. გემის კაპიტანი კი ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი წევრი ჯო როილი იყო. გემის ენერგიის წყაროდ ეკიპაჟის წევრები მზის ბატარეებსა და ქარის წისქვილს იყენებდნენ. გემზე პატარა ბაღიც იყო მოწყობილი. როტშილდის თქმით, მას პლასტიკური ბოთლების გემის შექმნის იდეა გაეროს მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ გაუჩნდა, რომლის მიხედვითაც ოკეანეში ყოველ წელს 6,4 მილიონ ტონა პლასმას ყრიან. კრუიზის შემდეგ გემი პლასტიკა ავსტრალიის ზღვის მუზეუმში მოხვდება.